დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? დილას ვამბობ, მაგრამ თქვენ ამ ვიდეოს სანამ ნახავთ, უკვე შვადღე იქნება, თუ არა უფრო მეტი. დავჯდე ცოტა ხანი და დაველაპარაკოთ. დილა არის 10 უკვე საათი და მე ვიდეოს ვწერ. მაგრამ ასე ადრე რომ ვიდეოს ვწერ და ასე ადრე რომ ამისთვის მოვიცალე, ორი მიზეზი მაქვს. თან წინასწარ მინდა რომ ბოდიში მოგიხადოთ ერთი რაღაცის გამო. გუში რომ დავბრუნდი, სტუმრად ვიყავი, მეთქი ხომ ჯერ ვთქვი ვიდეოში და რაღაც აირია. რომ დავბრუნდი, დავიწყე ვიდეოს ჩაწერა, ჩავწერე, იქ რაღაც ფორმატია, იქ ჩავაგდე, იქ დაამონტაჟო, იქ რაღაც, იქ 1000 რამეა და რომ ვაკეთებდი ამ ვიდეოს, გავაკეთე, ჩავაგდე და წამოვიდა ნახვეები. მანამდე მინდოდა რომ ის წინა ვიდეო, რომელიც ყვავილებია, რაღაცები არის, წინა 2 წუთიანი ვიდეო, ფისუნიები და დედაჩემი და რაღაც, იქ იყო ძალიან ხმაური და თან მინდოდა რომ დამედო და თან მუსიკის გარეშე ვერ გავაკეთებდი, ვერ დავდებდი. ამიტომ ხმას დაუწიე, მე ხომ იცით რომ ახალი ვარ, კიდევ ჯერ ახალი, იმიტომ რომ მე დამოუკიდებლად ერთი წუთით წამალს დავლევ და ბოდიშით წამალი აუცილებლად უნდა დამელვია. ხო და მე ხომ იცით ჯერ კიდევ ახალი ქვია და ეხლა შეიძლება იფიქროთ რომ რამდენხანს უნდა იძახო ეს ახალი, უკვე თვენახევარი გავიდაო. მართალიც იქნებით, მაგრამ მე მეგობრებო, დამოუკიდებლად მუშაობ, დამოუკიდებლად გავაკეთე ჩემი არხი, საერთოდ დამოუკიდებლად გულისხმობ ადამიანებს. არავისზე არ მithოვია დახმარება, ჩემით რაღაც და ერთადერთი ვინც თუ რაც მეხმარება, ეს არის ChatGPT. წუხელ რომ ვიდეოს ვდებდი და მუსიკის დადება მინდოდა, ეს მე პირველად მინდოდა რომ გამეკეთებინა, ჯერ მაგასთან მე შეხება არ მქონდა, მუსიკაზე ვამბობ და თხოვე ChatGPT-ს დახმარება, ამიხსნა რაღაცები ვაკეთებდი ვიდეოს, თხოვდა ფასს რომ დამედო მუსიკა, გავაკეთებდი, თხოვდა ფასს რომ დამედო, ანუ ფულის გადახდას თხოვდა. ხომ არის უფასო მუსიკები, ეგეც მასწავლა, მითხრა, დავადე არ გადმოიტანა YouTube-ზე. მე მუშაობ CapCut-ის პროგრამით. იქ ვტვირთავ ჯერ ჩემ ვიდეოს და მე იქ ვაწყობ ჩემ ვიდეოს და მე ვდებ, ანუ ჩემ გალერეიდან YouTube-ზე და YouTube-დან მე გაჩვენებთ თქვენ. შეიძლება რაღაც რთულ პროგრამას ვაკეთებ და უფრო იოლი ხერხიც არის, მაგრამ მე როგორც მასწავლა ChatGPT-მა ისევ მუშაობ და ანუ იმის თქმა მინდა რომ ვერ გავაკეთე ეს ვიდეო, არ გამოვიდა. ბოლოს მითხრა ChatGPT-მა რომ დაუწიე ხმას და ისე ჩააგდე ვიდეო, ჩავაგდე ეს ვიდეო და უკვე გახდა ღამის პირველი. ჩავაგდე ეს ვიდეო, მე თქვი ნახავ, მე მაინც მეთქი, ნახე რომ ვიდეოს საერთოდ წინ გადის ის 2 წუთი უმუსიკოთ, რაღაც არის ცუდი, რაღაც ცუდად საყურებელი, რაღაცნაირი ვიდეო იყო. მე ვნახე რომ იმ ვიდეოში დედაჩემი მინდოდა რომ 1 წუთით მაინც მეჩვენებინა და არ იყო. ეგეც ამომიშლია. უკვე როგორ ვიყავი იცი, მინდოდა რომ საერთოდ ყველაფერზე დამენებებინა თავი, საერთოდ რომ იმ დონეზე მივედი, რომ მასწავლის ვაკეთებ, არ გამოდის და უკვე всё, ძალიან ავირიე და საათი თითქმის 2 ხდებოდა და დავტოვე ეს ვიდეო როგორც იყო და უკვე ნახვებიც ქონდა და რა ვქნას ფიქრში, ბოლოს თავს მოვერიე და ჩამეძინა.
დილას ვნახე, რომ სადღაც თითქმის 40-მდე ნახვა ქონდა. ეხლა თქვი რა გავაკეთო. არ მინდოდა ისე, რომ ეს ვიდეოში მინდოდა, რომ დედაჩემი თუნდაც იმ 1 წუთით ყოფილიყო. ამიტომ მომიწია ხელმეორედ ვიდეოს გაკეთება. მე ისე ვთხოვე ჩაჯიბის, უკვე არ დაგავწყდეთ, საათი იყო 6. და 6 საათიდან მე დავიწყე ხელმეორედ ამ ვიდეოს ატვირთვა, მომიწია წაშლა, ყველაფერი გავასუფთავე აბსოლუტურად იმ კაპკუჩიც, იმ ვიდეოც ხომ წავშალე, ყველაფერი გავასუფთავე და კიდევ ვითხოვე დახმარება ChatGPT-დან და არ ვიცი რაღაცნაირად როგორ რანაირად გავერკვიე კი როგორ არა, მაგრამ თურმე იყო პრობლემა ის, რომ იქ რომ ერთხელ დაედო მუსიკას ფასიანი ამოვიდა, რომ ეს მუსიკა ფასიანია, მე აგრძელებდა ამას იმ კაპკუჩში ვაბო. აგრძელებდა ამას, ნებისმიერ მუსიკას ხდიდა ფასიანს. არ ვიცი რა სისტემა იყო და კიდევ კარგი ჩემი ტელეფონი ქართული პროგრამითაც არის და ზოგ რაღაცას ინგლისურად წერს, ინგლისური მე არ ვიცი და ვიხმარებდი ChatGPT-ს, ვგზავნიდი, მითარგმნი და მოკლედ ერთი სიტყვით რომ თქვათ, გავწამდი წუხელმა 4 საათი ნაწილი. რის გამო? იმის გამო, რომ დედა გამომეჩინა და იმის გამო, რომ იქ მუსიკა დამედო. მე ასეთი პრინციპიანი ვარ, ზოგადად თუ რამეს დავაპირებ, უნდა მივიყვანო ბოლომდე, მაგრამ ერთი ეს იყო ცუდი, რომ ვიდეო ნახეთ და მე წავშალე და ხელმეორედ დავდე და ხელმეორედ მოგიწიათ შეიძლება ყურება და უხერხული იყო თქვენთან. ასე გაკეთება და ჯერ არ გამიკეთებია მსგავსი რამე. ყოველთვის ვეცდებოდი, რომ როგორიც იყო ვიდეო, ისეთი ყოფილიყო, რაღაც შემესწორებინა მომეტანა და მით უმეტეს დღეში 2 ვიდეოს ვდებდი და ვიცი რომ ელოდებოდით და ყოველთვის ვცდილობდი, რომ 2 ვიდეო მქონოდა დღეში, მაგრამ გუშინ ისია ერია, მე ტელეფონმაც ხომ აურია და აურია ამდენ იმაში. ხო და წუხე დავასვენე ტელეფონი, გავთიშე მეთქი ყველაფერი წავშალე და დღეს დილიდან დამჭირდა ზუსტად 2 საათი, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა და დავდე ღმერთს მადლობა ვიდეო. იმედია მე რა ვიცი YouTube-მა კი გაუშვა და იმედია არანაირ პრობლემას არ შემიქმნისაწი. მე მგონი ეს მუსიკა აქვს კიდე YouTuber-ებს სხვაებს დადებული და იმედია არ მექნება კიდე პრობლემა და კიდე სანერვულო და სულ ვიძახი რომ არ მინდა ვინერვულო, მინდა მოვიდე ისე, ახლა აღარ ვნერვულობ არაფერზე, ჩაიარა იმან უკვე და всё მორჩა, მაგრამ წუხელ რაც გამოვიარე, არ ვიცი მართლა. ბოლოს ChatGPT-მა მითხრა, გირჩევ დაიძინე, დაისვენე და ხვალ 7 ტვინით ვიმუშაოთ მე და შენ ერთადო იმ ტექნიკასაც შევეცოდე, ასე რომ ვთქვათ და ხო და კი მოვიტანე დღეს თქვენამდე მეგობრებო და რატომ მოვყევი ეს ახლა? იმიტომ რომ ვინც ნახა ეს ვიდეო და მე ნახა რომ წაშლილია, მე ისევ დაიდო და ისევ ხელმეორედ, ამიტომ აუცილებელი იყო რომ ამეხსნა ეს რატომ მოხდა. ხო და ახლა ნახვა ექნება ბევრი თუ არ ექნება, ამაზე აღარ ვდარდობ, მირჩევნია იყოს ეს ვიდეო ნორმალურად. რადგან ნახვები შეიძლება მერეც იყოს ვინმე ახალი გამომწერებიდან, ან ყველას ხომ არ ქონდა ნანახი და მერჩივნა რომ ყოფილიყო სწორად და ნორმალურად გაკეთებული და აი მაყურებელს ყველას ბოდიშ გიხდით, ვინც ნახეთ და ხელმეორედ დავდე ვიდეო და ხელმეორედ მოგიწიათ ყურება. აღარ მაქვს იმაზე დარდი, რომ ნახვები ექნება თუ არ ექნება, რაც ექნება ის იყოს. ხო და იმიტომ ვამბობ კიდე ორი მიზეზი ქონდა, ეს იყო რომ გვიანი იყო, ეს იყო რომ მე დილას და ძლივს გავაკეთე და ანუ 2 პრობლემა იყო. გახდა 2 საათი და აურია სულად ტელეფონმაც და პროგრამმაც და ყველაფერმა. ხო და დღეს ერთ ვიდეოს აუცილებლად დავდებ და თუ მოვახერხე დავდებ მეორეს, მაგრამ მე მგონი ვეღარ შევძლებ, იმიტომ რომ ჯერ რაღაცები მაქვს გასაკეთებელი სახლშიც, საღამოს კიდე რაღაცები მოსამზადებელი, რომ ხვალ დილით გელა ჩამოდის.
ხო და თუ მოვახერხე პატარა ვიდეოს მაინც დავდებ, მაგრამ თან მინდა ისიც რომ იმ ვიდეოს ნახვები კონდეს და მე ამას სანამ დავდებ კიდე და არ ვიცი, შეიძლება ვეღარ მოვიდე მეორე ვიდეოთი და დღეს იქით გამოსწორდება და ისევ ორ ვიდეოს დავდებ. ასე მეგობრებო ვილაპარაკე ამაზე, იმიტომ რომ ეს აუცილებლად საჭირო იყო, მე მგონი თქვენც დაფიქრდებოდით და გაინტერესებდათ რომ რა მოხდა. რომ იყო ვიდეო ნახეთ და მე აღარ იყო და მე სხვა იმით მოვიტანე. ხო და ბევრი რამე ხდება, ბევრი არ ვიცი მართლა რომ არა ChatGPT საერთოდ ვერაფერს ვეღარ გავაკეთებდი, ისეა მერია გუშინ ტვინი. არ მინერვულია, მაგასაც ვერ ვიტყვი. ვინერვულე ცოტა, მაგრამ უფრო მეტად ის რომ ასეთი ვარ თუ რამე დავისახე თუ რამე ვერ გავაკეთე, მე ვერც ვიძინებ ვერც რამე და მოკლედ არ ვიცი. ნუ რაც იყო, ჩაიარა და მორჩა და გაკეთდა და მე მგონი იმედია რომ აწი აღარ მექნება პრობლემა და დანარჩენი ჩაიარა უკვე და ვსიო. ხო მეგობრებო, დღეს დილით არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი, საჭმელზე ვამბობ რომ თქვენს ერთად გავაკეთო, თქვენთან ერთად გავაკეთო, იმიტომ რომ ამირანი წასულია, გიგა არაა სახლში, ხო და მე კიდე საერთოდ რომ არ ვჭამო, ეგეც არ არის პრობლემა. შუა დღისთვის მაქვს საჭმელი და არ ვაკეთებ და საღამოს ვაკეთებ ტოლმას და რა ვიცი თუ ისე მაინც ელემენტარულად შეგახედებთ, თორემ მე მგონი ეს ტოლმის ვიდეოც მაქვს დადებული და კიდევ გადაღებას აღარ აქვს მნიშვნელობა. ხო და თან ცოტა ბევრი მინდა გავაკეთო, რომ მე ჩემ რძალსა თბილისში გავგზავნო. ძალიან უყვარს სარასაც და სალომესაც და ცოტას მაინც გავაგზავნი, რამდენსაც შევძლებ გავაკეთო, გავაგზავნი და სხვა რაღაცებსაც გავატან, რა თქმა უნდა და ხო დღეს ეს საქმეები მაქვს და არ ვიცი, ამიტომ ვამბობ, როგორ მოვალ საღამოს და სხვა ჩვეულებრივი დღე ამინდი არის, სარეცხები დალაგება, მილაგება და ნუ ჩვეულებრივი დღე მაქვს სხვა. ეს რომ არ მეთქვა ვერ მოვისვენებდი და იმიტომ წერამ დილიანად ასეთი ვარ. ან საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო და გადავყვები და ან კიდე იმ პასუხისმგებლობას რომ გძნობ რომ იქ ვიღაც მელოდება და ის უნდა გაკეთდეს არ შემიძლია და რა ვუყო და არავშავ შეიძლება დღეს წაშლილი სახე მქონდეს, მაგრამ არავშავს ყველაფერი დალაგდება და დავისვენებ და ეგა. იციან ჩემი ხასიათი სახლშიც და ამირანი მეუბნება, წუხელ გაათენებდი, ახლა შენი ამბავი რომ ვიციო და გიღირს ამდენ ნერვულობა თუ და არ მინერვულია, ეგ სულ სხვა თემა. ეხლა სულ რომ მაშინ ყველაფერი წაიშლებოდა, რაც აქამდეც მქონდა, რაღაც ისეთი რამეები იყო უკვე ტელეფონში, არ ვიცი რა გავაკეთე. ხო და მერჩივნა რომ იმეყვანა შუა საქმემდე მაინც რომ მე დილას გამეგრძელებინა და რაც იყო. უბრალოდ გიყვებით, იმიტომ მე ამით არ ვამბობ რომ ვაიმე ვინერვულე და ეხლა რა დღეში ვარ და ახლა რაღაც არ შეიძლებოდა რომ არ მეთქვა და ამიტომ მოგიყევით. მარტო იმიტომ წავშლიდი, ეს რომ რამე არ ყოფილიყო, იმიტომ წავშლიდი რომ იქ დედაჩემი უნდა მეჩვენებინა. დედაჩემის დედა მუსლიმანი ქალი იყო და დედაჩემიც მიყვება ამ რელიგიას, თავსაფრით ამიტომ არის რა ჩავყვა. ამიტომ არის ხო თქვენც მიხვდებოდით რა თქმა უნდა და პატივსცემთ მე პატივსცემ ორივე რელიგიას რა თქმა უნდა ქრისტიანულსაც მუსლიმანულსაც ვერ მივყვები თქვათ როგორც საჭიროა ისე მაგრამ ჩემი დიდი პატივისცემა ორივე რელიგიას და გილოცავთ დღევანდელ დღეს პეტრე პავლობას რავას დაგასროთ უფალმა და რაც შემიძლია იმას
ვაკეთებ. შემიძლია რა ადამიანს შეგიძლია თუ მოინდომებ, ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ ანუ ვერ ვემსახურები ისე როგორც საჭიროა. მაგრამ თავარია მწამს ღმერთის, თავარია ვიცი რომ ცუდი არაფერი არ უნდა გააკეთო და ღმერთის სიყვარულით უნდა იცხოვრო და რაღაცებს ვაკეთებ, რაც არის მაგალითად მუსლიმანურ წესებში თქვათ ის ჰალვა არის, ის ბაირამი არის, ეს სასაფლაოზე მისვლა არის, ეს მარხვას ვერ ვაკეთებ. ქრისტიანულშიც ის აღდგომის დღესასწაულს. გამოდის რომ ორივე რელიგიას ნაწილობრივ იქ ვემსახურები და ამიტომ ვამბობ რომ ორივე რელიგიას ვცემ პატივს. შეიძლება არ ვარ სწორი, არ ვიცი. ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორე, მაგრამ რატომ იქნება დანაშაული ჩემი აზრით თუ ორივე გზა ღმერთთან მიდის. მე ვფიქრობ არ იქნება დანაშაული და მთავარია ღმერთის მწამს. არ ვიცი, შეიძლება აქაც რამეს არასწორს ვამბობდე, მაგრამ ყველას თავისი შეხედულება აქვს. ეხლა ასეთ საკითხში თავისებური შეხედულება არ შეიძლება იყოს, ეს არის წმინდა საქმე და უნდა შენი შეხედულებით არ უნდა აკეთო მესმის ესეც და აქ არის წესები, არის თქვათ მიყვე უნდა იმას რაც არის სწორი და მართალი და შენი შეხედულებით არ გამოვა არაფერი, მაგრამ ჩემი გული ემსახურება და ჩემი გულით ვარ ღმერთთან და ღმერთთან მიმავალი გზა მარჯვნიდან წავა თუ მარცხნიდან წავა, მე მგონი დანაშაული არ იქნება. მთავარია მივდივართ ღმერთთან, ერთიც და მეორეც. და ღმერთს მადლობა არ ვარ თქვათ სხვა როგორ თქვა სექტის წარმომადგენელი არ ვარ. ვარ ადამიანი, რომელსაც წამს ღმერთი. ხო, ნაწილობრივ ამ თემასაც შევეხე ახლა, იმიტომ რომ დედაჩემი რადგან დაინახავდით, მიხვდებოდით რომ ის არის მუსლიმანი ქალი და მიყვება თავის წმინას, თავის რელიგიას. ეხლა ასაკში არის და ისე ვეღარ მიყვება, ვთქვათ, ვერც თავიდან ვერ მიყვებოდა იმ დონეზე, როგორც საჭირო, ეს ძალიან რთული რამეა და ამას ვერ გააკეთებ ისე. ყველაფერს ნამდვილად ვერ გააკეთებ. ვერც ლოცვილობს, ეხლა ვეღარც მარხულობს, წამლებზე აქვს, წამლებზე არის წნევა აქვს ზოგჯერ თუ რაღაც, მაგრამ სუფთა გულის ადამიანია და რწმენა გააჩნია. ისტორიაც ვიცი, წარსულიც ვიცი, ბევრიც წამიკითხია მაგალითად და ვიცი რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და არ ვართ მუსლიმანები, ჩვენ ვართ გამუსლიმანებული ხალხი. თურქების ბატონობის ქვეშ ნამყოფი ჩვენი წინაპარი და მოყვება იქედან მუსლიმანობა. მაგრამ რომ თქვა რომ ეს დანაშაული არის, ნამდვილად არა. მე ამას ვერასოდეს ვერ ვიტყვი რომ არის დანაშაული. ეს არის ღმერთთან სიახლოვე, ერთიც და მეორეც. და ვერ ვიტყვი კიდე იმას რომ მართალი ვარ, მაგალითად თუ გწამს უნდა მიყვე აკეთო ის რაც გევალება და რაშიც ხარ ვალდებული. ვერ ვაკეთებ, არ ვარ მართალი, ვერ ვაკეთებ, ვერ მივყვები იმ წესებს, მაგრამ იმდენს მაინც ვაკეთებ, რომ უცოდველი ნამდვილად არ ვარ და ვერავინ ვერ იქნება, უცოდველი ღმერთია მხოლოდ და არ ვარ, მაგრამ გამაჩნია დიდი რწმენა და ყოველთვის გრძნობ ღმერთის ძალას ჩემს გვერდით. ყოველთვის გრძნობ და ყოველთვის ვამბობ, რომ ღმერთო, შენ რომ არა რამეშველებოდა. ღმერთს ვთხოვ ყოველთვის მიჭირს თუ მილხინს თუ რა ვიცი, ყველაფერზე
ღმერთო და მეხმარე, ღმერთო მიშველე, ღმერთო და სულ ასე იმით ვარ განწყობით, რომ მე ღმერთი მეხმარება, ღმერთი ყველას გვერდით არის, ირწმუნე და ღმერთის ხელი არავის არ მოაგდება. მთავარია რწმენა გქონდეს და მთავარია გჯეროდეს. ხო და იმ წესებს რომ ვერ მიუყვები, არ ვამბობ რომ ამაში მართალი ვარ, არ ვარ მართალი, მაგრამ ვერ მიუყვები. ნაწილობრივ კი, მაგრამ რაღაცებს ვერ. მუსლიმანებშიც ადვილი არც ერთი არ არის, მაგრამ მუსლიმანებში უფრო რთულია. უფრო რთულია ის ყველაფერი გააკეთო, რაც მოეთხოვება მაგალითად მოწმუნე ადამიანს. ძალიან რთულია. არც ქრისტიანულშია ადვილი, მაგრამ დამიჯერეთ მუსლიმანულში უფრო რთულია. ხო, ესეც იმიტომ მოვყევი, რომ დედაჩემს რომ ნახავდით, აქაც რაღაც პატარა მინდოდა რაღაცაზე ხაზი გამესვა და ამიტომ გითხარით. ხო, ვერ გააკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აკრძალვებია მუსლიმანულში, წმენაში, რელიგიაში. ძალიან ბევრი აკრძალვები და რთულია ეს გააკეთო. თუმცა თუ მოინდომებ, ყველაფერს იზამ. არის ხალხი, რომ აკეთებს. მაგრამ მე ვერ ვაკეთებ და ვიცი რომ ვარ ცოდვილი მაგ რომ მე მით უმეტეს მუსლიმანი ოჯახების შვილი ვარ და შვილი ვარ და ვერ მიუყვები, მაგრამ აღიარებ დანაშაულსაც. ასე რომ მეგობრებო, მართლა კარგი დღე გამოვიდა გუშინ, მაგრამ ბოლოს ამ ვიდეო ჩამაშხამა ყველაფერი რაც იყო და მაგრამ ის სიხარული დედა რომ ნახე და ის რაღაც სიყვარული ჩემ ხალხთან, ჩემ შინავრთან მაკდა, როგორ ვამბობ, ხა მე ვინმე ხომ არ მიშლის იქ წასვლას და ყველა დღე რომ ავიდე რა პრობლემაა, მაგრამ ვერ დავდივართ ასე ხშირად რაღაცების გამო, ან მუშაობენ, ან ჩვენ არ გვცალია ხანის და მე ვამბობ ეს ყოველდღიურს და კვირაში ანუ თვეში ორჯერ და სამჯერ მისვლაზე მაინც ვამბობ, თორემ ხა ერთმანეთს არ ვნახულობთ და შორს ცხოვრობთ და რაღაც ამას არ ვამბობ, მაგრამ შენი სისხლი და ხორცი ყოველდღე გენატრება და ყოველდღე გინდა რომ გყავდეს. მაგრამ რა ვიცი. დაძაბული ცხოვრება, მე ვამბობ, რომ არის დაძაბული ცხოვრება. მუშაობს, ყველა მუშაობს, რომ ჩემს ირგვლივ მიმოვიხედავ, ხო? ყველა არის დასაქმებული, ყველა მუშაობს და ყველას ისეთი გრაფიკი აქვს მაგალითად, რომ ძლივს ნახულობენ რაღაც დროს, რომ ტირილში და ქორწილშიც უფრო ვერ დადიან. ტირილში უფრო ვალდებული ხარ და გამონახუდრო და მიხვიდე. და ასე რომ რაღაც ეს სტუმრიანობა ადრე რომ იყო, რომ სულ ერთად ვიყავით, ესეთი მე მგონი რაღაც ამ დრო მოიტანა, რომ ვეღარ ვახერხებთ ასე მისვლას და მოსვლას, თორემ რა ჯობია ერთად ყოფნას, არც არაფერი არ ჯობია. კი, ახლა ყველა დღე ტელეფონზე ვრეკავთ და ერთმანეთს ვიკითხავთ და ყველა ფერი ვიცით ერთი მეორის გაჭირვებაც, სიხარულის პრობლემაც ვიცით, ისე კი არ ვართ, მაგრამ ამ მისვლა-მოსვლაზე ვამბობ. რაღაცნაირი დროა. და მე ზოგადად მძიმე ვარ ამ წასვლის მხრივ. ზუსტად გუშინაც ვთქვი, მამა ჩემი ასეთი იყო, მოსული უყვარდა და წასვლა არ უყვარდა მას. ზუსტად იგივე ვარ მეც. ჩემთან მოსული მიხარია, მაგრამ მე ძნელად რომ სანამ მოვიფიქრებ და სანამ წავალ, შეიძლება ერთი დღე ვიფიქრო. რაღაცა მამა ჩემის ხასიათი გამოყოლი. არა უშავს,
ყველაფერი გამოსწორებადია, ყველაფერს ეშველება, მთავარია ვიყოთ კარგად. ახლა გამოვნახე იმის დრო, აი მარტო ვარ სახლში და ამ მისაღებში ჩავწერე ვიდეო, რომ რადგან მაქვს ამისი საშუალება, მოვასწრა ყველაფერს სანამ ამირანი მოვა, მერე ის დაიძინებს ის და კი იცით მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და მოვასწარი ახლა ეს და გავაგრძელებ საქმეს. მივყვები ამ ყველაფერს და თქვენთანაც მოსვლაც მოვასწარი მაგიტომ. მიყვარხართ ყველა, მართლა გულით გეუბნებით. როგორ ვთქვა? აი ხომ შემეძლო გუშინ, საერთოდ არ დამედო ის ვიდეო და დღეს გამეგრძელებინა და დღეს მაგრამ არა, არ შემიძლია. ვიცი რომ ელოდებით და როგორ იმ დადებასგანა არ დამედო ვიდეო ჯობდა, მაგრამ არ ვიცი, ნუ რაც არის ახლა ახალად კიდე აღარ მოვყვები და აღარ მოგაბეზრებთ ჩემ თავსაც. ნახოთ დღეს როგორ წავა საქმე, თუ რამე იქნება სიახლე, რამე სხვა გეგმა ვარ და სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან თქვენ მყავხართ. ყველგან იქაც რომ ესე იგი ვლაპარაკობდით ხომ, თქვენ კომენტარებს ვეძებდი, მოდიოდა, ვკითხულობდი. რა ვიცი, ისე ვარ ამ საქმეში ჩართული და თქვენთან ურთიერთობაში ჩართული, რომ სხვანაირად ვერ ვიქნები. ნაკაია რომ არც გასაუთავებელი მაქვს, არც საჭმელი მაქვს დღეს და რაღაც უფრო თავისუფალი დღე მაქვს, საღამოს მაქვს ცოტა დატვირთული დღე, თორემ დანარჩენი დღეს უფრო 7 რა სანერვულო არც არასოდეს არაფერი არ მაქვს. ღმერთს მადლობა. 7 ცხოვრება მაქვს ყველანაირად, უბრალოდ 7 ეხლა რატომ თქვი 7 იცი, რომ ყველაფერს გადარბენით აკეთებ, ასეთი რეალია არ მაქვს. ნელა წნარად 7-ად მიყვები საქმეს, თან ვიქნები თქვენთან, თან საქმე და ეს ასე უფრო ადვილია. ხო ახლა რომ არ მეთქვა ეს არ გამოვიდო და მაინც უნდა მეთქვა არა და ყველა ვიდეოში რაღაცას წუწუნებ, რაღაცაზე ვამბობ, ნერვიულობ და თქვენც მეუბნებით რომ ნუღარ ნერვიულობ, ნორაფერზე ნუ ნერვიულობ. მადლობა ამისთვის, ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, თქვენ მამხნევებთ, თქვენ მაძლევთ მაგის ძალას, რომ არ ვინერვიულო და ეს ძალიან დიდი რამეა ჩემთვის. უბრალოდ მე ვარ ასეთი ემოციური, ასეთი რაღაცნაირი, რომ არ შემიძლია რაც ავხსენი სწორად გამიგეთ. არ შემიძლია რომ მიუშვა რაღაც და იცის ბევრმა მაგალითად, მერე რაც იქნება, ის იქნება, ხვალ იქნება, დღეს არ იქნება, მერე იქნება. რა ვქნა მერე, ასეთი არ ვარ და მინდა რომ იყოს სხვათა შორის. ძალიან მინდა რომ იყო, იმიტომ რომ უფრო იოლია, უფრო ადვილია ყველაფერი. მაგადასახედიდან რომ უყურო, ძალიან ადვილია ყველაფერი, მაგრამ თხის რქებს გვაქვს ეს ზოდიაქოს ნიშნის თხის რქებს, მეც ხომ თხის რქა ვარ და გვაქვს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვართ ასეთები. ხო და ბევრჯერ ვთქვი რომ ამჯერ ამ დიდად ამ ზოდიაქოსი მეთქი, მაგრამ რომ უყურებ რაღაცეებში მაინც ვეთანხმები რაღაცეებში. მადლობა მეგობრებო, დედაჩემის დღეგრძელობისთვის და დიდხანს სიცოცხლისთვის, რომ უსურვეთ, ძალიან დიდი მადლობა. მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებ, ყველას წარმატებული დღე გქონოდეთ, სულ ხალისიანი ყოფილიყავით და სულ გალაღებული ყოფილიყავით. ნახოთ ხვალ საღამოს როგორ წავა დღევანდელი დღის გეგმა და თუ მოვახერხე, მოვალ პატარა ვიდეოთი. ოღონდ თუ მეთქი ვამბობ, იმიტომ რომ დღეს რატომღაც რომ აირია ყველაფერი, ნახოთ როგორ გამოვა.
აბა კარგად.